მოგესალმებით მეგობრებო და ერთი მაგარი ახალი სიახლე მაქვს. დღეს ცხოვრებაში პირველად ვიღებ ნამდვილ Minecraft-ს. ნამდვილს. იმენა. ტელეფონშია და შეიძლება კომპიუტერის Minecraft-ს ვერ აჯობოს, მაგრამ ტელეფონისთვის ყველაზე ახალ Minecraft-ს. მაგრამ ერთ და იგივე კომპიუტერის და ტელეფონის. უბრალოდ აქ შეიდერები არ მექნება ჩართული. და ხო კიდევ ახლა მაქვს შედარებით უკეთესი FPS-ი წინა ტელეფონისგან. იმიტომ რომ წინა ტელეფონი იყო Redmi და ეს არის ის რა Samsung A36 Galaxy. ხო და შესაბამისად უფრო გამომადგება კაი, ცოტაზე ასე იყოს. თამაშის ხმები, მაგრამ არ მინდა რომ ძალიან ისე იყოს, რომ ჩემი ხმა გადაფაროს. და ხო, ეს არის hardcore-ი. აქ ყველაფერი ხდება, იგი ვერ მომიჩნე და შემოვედი. რატო? ხო. ვერ მოვითმინე, შემოვედი. და ხო, რეალურად არც მინდოდა რომ რას ვამბობდი, ენა მევმება დღეს იმენა. Fuck, 2 წუთი ჩამოყალიბდები. ხო, არ მინდოდა რომ ვიდეოს გარეშე მექნა რაღაცეები, მაგრამ ის რატომ არის იქ არ მკითხოთ. მაგრამ როგორც ჩანს, ვიდეოს გარეშე ფენი შემოსვაქიო რაღაცეები. და ხო, სახლი იქეთური და პლუს მაგას რა მინდა რომ გითხრათ. ვიდეოს დაწყებას რო ვაპირებდი, მინდოდა რომ ახლიდან დამეწყო, იმიტომ რომ ანუ ხო ხვდებით რა ვიდეოში ნაწილაკი არ მქონდა ეს ყველაფერი. და შეიძლება ზოგს გონებოდა რომ კრეატივითან რაღაცით, მაგრამ რეალურად აქ შეგიძლია ორი რაღაც დაყენება სეტინგებით. არის კოორდინატები და რამდენი დღე გავქაჩი, ანუ კრეატივ შედასვა არ შემიძლია. გათენდება და გაჩვენებთ მაგასთან, რატო გავუცოდოთ. აქ შემოდიხარ, პარამეტრებს აჭერ და შემდეგ გადაგიყვანს აქ და survival და default-ი რო აწერია personal game mode-ზე. აი მაგებს ვერ ვაწვევი უბრალოდ. შეგიძლიათ თქვენ სცადოთ. 2 წუთით. მოკლედ წამიერი ხარ მქონა, რაღაცები. Fuck. შემთხვევით ჩოვლებრი იმის online ბლოკად გადავაქციე, მაგრამ მაწყობდა, იმიტომ რომ ახლა მაქვს ლუთ. არის. მეორე სართული მშვიდება აუცილებლად. ეს რა იყო არ ვიცი. სახედი და ლამები. ლამებზე და ვილეჯერზე მეტად უფრო დიდები მაინტერესებს.
Emerald seriously. Bro, fuck you. Oh shit. ახლა ერთ კინას ვიშონი და ცხენის უნარგირსაც გავაკეთებ. და ჰოუ. დამავიწყდა თქვენთვის და მე მტკიცებინა ის რომ ეს არის ნამდვილი Minecraft. სად არის crafting table? აი, spear. ასე. ო, კიდე იქ თოლის ბაიომია და უეჭველი წავალ. ცოტა გაცივული ვითვალ და არ შეიმჩნიოთ. და ახლა განახებთ რამ ხელა გზა უნდა ვიარო, რომ ხეები იპოვო რა. და მეგონი ხა მის მიწებს სახში მისვლა. შვენიერია. მეტი კაი რა შეიძლებოდა. სკინთან დაკავშირებით კიდევ მითხარით შევიცვალოთ თუ არა ეს სკინი, იმიტომ რომ არ ვიცი, არც ძალიან გამოკვეთილას ჩანს და თან ვიცით არის და თქვენ თუ გინდათ შევიცვლი. ერთი სკინი მაქვს უბრალოდ ის ძალიან ჩანს. უაზრობა რაღაცას ვაკეთებდი და ვიდეოს ბოლოში განახებთ აუცილებლად. თუ რა თქმა უნდა არ დამავიწყდა. დღეს ძირითადად სახლის შენებაზე გვექნება, იმიტომ რომ hardcore-ში პირველი სახლზე უნდა იფიქრო. თორემ მოკლავენ და всё, ამბებზე ვეღარ შემოხვალ. რაც დამჯერეთ გამოსული მაქვს, ერთხელ მქონდა შექმნილი. და უბრალოდ თავი მოიკალი მაინტერესებდა რა ხდებოდა. და spectate-ში გადადიხარ. მაგრამ მაგასაც თავისი პლუსი აქვს. იმიტომ რომ spectate-ში როცა გადადიხარ თუ ორი ხართ სერვერზე, ერთ ტიპს ეხმარები, ანუ შეგიძლიათ ასე გააჩაიჩოთ მეორე ტელეფონი თუ გაქვთ, შეხვიდეთ მეორე ტელეფონი და spectate-ში ანუ თავი მოიკლათ რა და spectate-ში როცა გადახვალთ, ბლოკებში გასვლა შეგიძლია და ყველაფერს ხედავ რა. ანუ ძალიან შეფერობა გამოდის. და ეგრე გაიგებთ რეალურად რასადა, მაგალითად stronghold-ი დაიმონდების პონად შეგიძლიათ ეგრე. ვის და კიდევ ვისაც გინდა Minecraft 24 გადააყრით Play Store-დან გადმოწერილი Minecraft-ში. იგივე ანუ ეს და ეგეც. მე ახლა მაქვს ეს Happy Mode-დან მოწერე რა. და დროა რომ წავიდე. ანუ პირდაპირ როგორც კი განახებთ ეგრეთ ჩაწერეთ პატარა ასოების რა. ანუ ინგლისურად HPI mode.
და რაღაცა მწვანე სმაილი კი იქნება და მე მგონი პატარა არქებიც აქვს და როგორ ძალიან ნახატისებრით არა რა. პროსტა გაღიმებული სმაილი კი იქნება და თავზე პატარა სამკუთხედებია. და მან დროს შეხვალთ, მაგას გადმოწერთ. შემდეგ იმას იზავთ, და 10 წუთი და ჯერ არაფერი არ გამიგეთებია. ხო, შემდეგ ჩაწერთ Minecraft და სორას ლეგალს. ერთი კარგი იდეა მაქვს. კარგია. What the fuck, okay. ერთი, ორი, სამი და ოთხი. 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 ნახო ვინც იუთუბერობის დაწყება ხაბიერებს. კარგი საქმიანობაა დამიჯერეთ, მაგრამ თავისი მინუსებიც აქვს, ანუ ძალიან ის არის რა. ანუ მოცლის მხრიდანაც თან ცოტა დიდი ის უნდა გქონდეთ რა. რა ქვია, ახლა დამავიწყოთ. ხო, დიდი მოთმენის უნარი, იმიტომ რომ მე მაგალითად ახლა 11 გამოწერე გვაქვს და რამდენჯერ დავიწყე და დავანებე თავი იუთუბერობას არც ვიცი. მაგრამ იმაზე გასახარებელი არაფერია იუთუბერისთვის, რაც ის არის რა. როდესაც პირველად ადის 100,000 გამომწერზე და პირველად ადის 100,000 გამომწერზე და ბაქონი ჩამოდის რა. რომ 100,000 გამომწერზეა და დამამტკიცებელი საუბარი არის. კარგი. ისე ძირითადი ის უკვე დასრულებული მაქვს, მე მგონი. კარგი იქნება кейფში წავიდე, თორემ უკვე მატერიალებში მიჭირს. როდის დაღამდება. ახო კიდევ აქ გაშენება და დაღამება არ შემიძლია. Yes. მაგრამ პრობლემა, ხო, კიდე პრობლემა ის მაქვს. кейფი სადაც. ასე რომ ვიფიქრე, ბარემ რაღა кейვი ვეძებო, პირდაპირ ჩემ кейვს გავიყვანო. ასე რომ ხო რა. მგონია ეგრე აჯობებს. არა,
ხეებზე უნდა წავიდე მაინც. ოი ხო ეს კეიფსი გამოვიდა. ბიჭოხი სარეს. რა ხელაკი მოფლა ეს. ეს აქამდე ნანახი არ მქონდაო მართლა ხელაკი ვითუ იყო. აი ხეები მინდა, მინიმუმ 2 სტაკი მინდა. და ისე ფერმასაც თუ გავაკეთებ, კაი იქნება, იმიტომ რომ უკვე საჭმელში მე რხევა. და ხო კიდე აუცილებლად უეჭველი არის როგორ დამოვიწერე გამომივიდა და ლაიქით ვიდეო და გამოიწერეთ ახლა იმიტომ რომ ახლა შენ თავს კი შეიძლება უთხრა ხანდახან რომ იუთუბერი ვარ მაგრამ რეალურად მე იუთუბერი არ გამომიყვება რა იმიტომ სანამ იუთუბი შენთან კონტრაქტს არ დააყარებს იქამდე რეალური ოფიციალური იუთუბერი არ გამოდიხარ ეგ არის ერთი განსხვავება და თან როდესაც კონტრაქტი YouTube-ის იმასთან რა თვითონ YouTube-თან ვიდეოებს როცა დებ გააჩნია რა ის ექნება, მაგრამ თუ კარგი გამოხმაურება და რაღაცა 100,000 ნახვა რო დააგროვოს 5,000 ლაიქი და 200 პლუს 200 გამოწერი რო იყოს ერთი ვიდეო და ხო, სადღაც $20 ჩამირიცხავს. ნუ 100 არის მეგონი. მაგრამ გადარებით დიდმა იუთუბერებმა უფრო იციან როგორც ნიგათი MG, ბუმი, ანგრიმენი და კიდე სხვა ბევრი. და ხო კიდევ ჩემთან მიცხართ ჩემი გამომწერი უეჭველი და გამოდით გამოიწერეთ ნიგათი MG-ს არხი იმიტომ რომ ნიგათი MG-მა გააღვიძა აი ქართველებში გააღვიძა იუთუბერობა რა ანუ იუთუბერობა პირველმა დაიწყო ნიგათი MG-ს შემდეგ და პლუს მაგას 100,000-ზე პირველი ნიგათი MG ავიდა 200-ზეც პირველი ავიდა 300-ზეც 400-ზეც 500-ზეც და იმედი მაქვს მილიონზეც 600-ზე 700-ზე 800-ზე 900-ზე და მილიონ გამოწერზეც პირველი ავიყვანთ ნიგათი MG-ს იმიტომ რომ ჰანგრიმენები უკვე 10,000-ით ნაკლებ გამოწერზე არიან მაგრამ მოდი ისიც ვახსენოთ რომ ჰანგრიმენებს შედარებით ეთესი პირობები შეხვდათ. მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ სამი არიან ვიდეოების და დაედიტება და რაღაცა უფრო გაუმარტიდება და გადაღება. პლუს მაგას რაღაცებს ათამაშებენ ხოლმე და თამაშები აქვს. მაგრამ ნიგათი MG რაც ახლა გააკეთა ისე საოცრება იმ კომპიუტერი გაათამაშა 10,000 ლარი. ჯერ 10,000 აი
კომპიუტერი რო გაათამაშე ჯერ 10000 ლარიანი კომპიუტერი რო გაქვს და მე მიკათიენჯის კომპიუტერი რო არის ეს კომპიუტერი სალკე სამყარო არის საერთოდ მე რომ მომიყვე კომპიუტერი შეიძლება ზესაში აუფრენილიყავ ვაი მე რამდენი ძრო ხარ ოპერა და ხო კიდე რა უნდა ერთად თქვენთვის ძირითადად და უმეტესწილად შემარხზე ანუ შემარხზე ნახავთ Minecraft-ის ვიდეოს რა იმიტომ რომ Roblox-იც მომწონდა უკვე car parking-ში კი ვარ მოხოდილი ვარ და რა ჩემი აზრით პირდაპირ მოხოდილი ეკა რო განახოთ რა აზრი აქვს თან არც მინდა რომ ეკა წავშალო ან რაღაც იმენა პატარა ფლორა და ფაუნა უნდა გავაშენო აქ მე შენ არ უნდა თქვენ არ უნდა გამოჩინილო ას თქვენ ძმა კარგად ვარ აშკარად და ხო კიდევ კომენტარებში ისიც დამიწერთ მე რქვას თუ არა ეს სახელი ახლა ხელსაც ეკავისე ორი წუთი ნახო რა სახელი მაწერია ოტიკო ბაკურაძის როცა წერია ეს აღარ მუშაობს ოტიკო εν რა ჩანდა აი ორი წუთი პატარა შეფერხებას ოტიკო TMF მაწერი და ეხლა ჩავწერ ოტიკო TMF ხო 11 გამომწერი ყოლია და ხო ოტიკო ბაკურაძეთ მის წერდი საკამდე ბოდიშით მაგრამ ეგრე ვეღარ ჩაწერთ ოტიკო TMF უნდა ჩაწეროთ როგორც მე გავაკეთეთ ახლა მაგრამ ჩემი აზრით ოტიკო ბაკურაძეს სანამ არ გავდით შობია პირდაპირ ოტიკო TMF-ი ჩაწეროთ უფრო მარტივია ასე რომ ვთქვათ რა ასე ორისტაკი მეყოფა oh fuck ხო და კიდევ შემდეგ ძალიან ბევრი და კარგი რაღაცების აშენება მომიწევს აქ რკინის ფერმის და XP ფერმის როდესაც მიზერა იქამდე მივახცე და მენდინგებს დავადებ
აუ მინდიგებზე რა საჩალიჩო მექნება აი მანდ უკვე დამერხა მინდიგებზე მაგარი საჩალიჩო მექნება რა წეკა კუდულა ჩინდა მეორე სართულზე არ მინდა რომ პანჯარა მქონდეს საერთოდ იმიტომ რომ მაინც ჩესტების იმას გავაკეთებ რუმს ასე პანჯრები აღარ გამოჩნდება ასე რომ просто ხეს გავუშვებ სანამ დაღამდება 1 2 3 კარგი მოვასწრე ოპ 25 და ну 26-ია რა სულ მალე დავამთავრებ ვიდეოს რანაირი სედიანი მუსიკა შეირთო აი მოусმინეთ Minecraft-ი მაყვირებს იმენა. ხედა ხო. მაგრამ ხო შეიძლება კიდევ ვერ დავდო პატარა სიმბოლოს სადირექტოროები მეწყება. ხო მეცხრე კლასში ვარ და ახლა ვარ ძალიან დარხეული, იმიტომ რომ უბრალოდ რა ხდება. ყველაზე ცუდი რა შეიძლება მოხდარიყო სადირექტოროებს. რა თქმა უნდა, სადირექტოროების გამრავლება. მაქვს ისტორია გაიგო. დავიტანე და ხო. მაგრამ ახლა ცუდი მაქვს. კიდევ 4 საგანში რა. ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია. ამაში ერთად. ანუ ერთ სადირექტორო ჩატარდება ამ საგნების გარშემო რა. და 10 კითხვა იქნება თითო ტესტიდან. როზე ხო კარგად არხიული მაქვს. კლასში თუ არ ჩავრჩები, გადავიღებ ვიდეოს აუცილებლად და თუ ჩავრჩები, რიფ და ერთ წუთი დამიდეთ. აი ხო ხურობ. არ ჩავრჩები. ნუ შევეცდები. მაგრამ იმედი მაქვს დირექტორი პატარა გამონაკლისს დაუშვებს და არ ჩავდროებს. იმიტომ რომ ფაქციაში ვარ ძალიან კაი. და წინაძერს ცოტა მათემატიკაში მქონდა დახრები, იმიტომ რომ ორი თვე ვაცდენ. ხო და სამომავლობაში ვერ გავაკეთე და მაგიტო რა. კაი 3 6 9 12 15 18 22 და ხო მათემატიკის მასწავლებელს გეუბნებოდით ცოტა თვითონაც რაღაცებს არაფასებს კარგად და იმედი მაქვს რა ვიდეოზე არ იპოვოს. მე და მაშინ მაინც არ ვიცი.
ხო და ამასობაში 23 წელი გვამინდა. რა დებილი ვარ, რომ რაღაცა იჯობ მოვაგეთ. აი 23 წელი გვამინდა. 30-ზე ავიდა, მოკლედ. ფანჯრებს ჩავსვამ, ფანჯრებით რაღაცებს და დაგემშვიდობებით. ავიდეთ. მე მგონია რაღაცას იმსგავსება ჩემი სახლი. კარგი, ну მოკლედ, ამას ვაშენებ, ამას ვაშენებ, გეტყვით რომ აუცილებლად გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ანუ რასაც ვაგვირდები ჩემს პირველ ვიდეოს აქვს მე მგონი 11 თუ რაღაცა მაგდენი ნახვა რა და იუთუბერში იმაზე მეტად არაფერი წმის ვიდრე ის რომ დაუშვათ 100,000 ლაიქი აქვს ლაიქი კი არა და ნახვა თავის ვიდეოს და ამ 100,000-დან 20,000 აქვს მარტო თავისი არხი გამოწერილი ანუ მეც ეგრე ვარ რა ახლა 11 კაცი კი ყავს გამოწერილი მაგრამ შეიძლება მაყურებლების ნახევარი იყოს ეგ 11 ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და მომავალში შეიძლება კამერაც ვიშოვო და სახეც დაგანახოთ ასე რომ ბაი